ქვია კაცო მაგას ჩვენ დაუკითხავთ მილიარდები ამოი შემოიტანეს და არაბი შემოვიდეს და ეს უნიკალური ტყეპარკი საპატრიარქომ ეს როგორ გაყიდა საპატრიარქო რატომ არის დღეს გაჩუმებული რას ქვია კაცო მე ვარ მოწმუნე კაცი მე ენასოლო შემითავი ეკლესია ჩემთვის დიდება და არ გამოდის და ხმას არიგებს სამსახურზე მე უნდა ამოვიღო რატომ არ არის წინააღმდეგი არაბების შემოსვლაზე თურქიმესების შემოსვლაზე რატო რისთვის მოდი მითხარით კაცო ეს პირველი საკითხი მაგას უნდა აყენო მაგრამ იქაც არეულობა და უბედურობა შემოიტანეს რომ დაიქსახოს ქართველიერი განადგურდეს ეკლესია ამათ ვენაცვალე და მეჩეთები აშენდეს აქ და მოლის ყმუის უსმინო მე საქართველოში 370 მეჩეთი ძალიან ცუდი ღია საქართველო 54 ძალიან ცუდი ღია საქართველო ამიტომ ჩვენი შვილები ჩვენაც მე ვენაცვალე ღმერთს რო კი ესეთი საზოგადოება ხარ შეკრებილი რომ თქვენ დღეს არაფერი არ გინდათ ბიჭო გარდა სიკეთისა და ქვეყნის მომავლისა და თქვენი შვილების გარდა რამეს ბრძოლობთ რამე გაინტერესებთ ხალხო ფულზე თქვენ არ ხართ ორიენტირებული ქვეყნის დაგროვაზე თქვენ არ ხართ ორიენტირებულები ხართ ჩვენ მომავალზე ჩვენ ბედნიერებაზე ჩვენ შვილებზე ჩვენ განვითარებაზე საერთოდ რა ხდება საქართველოს განვითარების ზონე მოსმეს სკოლა აღარ არის ეროვნული ხალხი არ იზრდება რა ხდება ეს აი რა ხდება მითხარით კაცო ვის მოვთხოვოთ ვინ არის მთავრობა ვინ მოვიყვანა ჩვენ ვისი ბრალია ჩვენი ბრალია ყველას ან ნება იმოძონ ამათ და გამოსწორდონ და მიხედონ საქართველოს ხვალ გამოვიდონ და განაცხადონ არანაირი არაბების დღეს იცი რა ეწერა ეს ბიზნეს პროექტი რომელიც დადეს არაბებსა და ქართველებს საქართველოს შორის ესე იგი უნდა დარჩეს ბიზნეს საიდუმლოდ ბიზნეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს ხალხო და არ უნდა გაბობდეს რა არის ხელი მოწერილი 33% არის ქართველიერი მოწილე როგორც წერავენ 67% ის არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვიყოთ 67% ისინი იყო 33% იმიტომ რომ პაკეტი ჩვენ ვეჭიროს ხელში და მეორე კანონი არანაირი ბინის გაყაშენება იმ აშენებულ ბინებში ჩვენი ახლა დახორციელებული ქართველი მეფე დედოფალი მივიდეთ და საჩუქრად შევასწავლოთ იქ რას ქვია არაბი შემოვიდეს და ირანელი შემომივიდეს აბა ჩადით თქვენი გბილობი რა ხარ და ვინ აღარ თურქეთში ჩადით ხმა მოიგეთ დაგანადგურებენ ერთ წამში საქართველოს ჩვენია ჩვენ ვერ მოვერავა ვერავინ უფალია ჩვენს გვერდზე ჩვენს ხარეს და საპატრიარქოს მიმართავ აი ამ წუთიდან ამ სეკუნდიდან ამ დღიდან მიიღო განსაკუთრებული ზომები რამდენიმე დღეში მოწამეთა დღე არის აი დავინახა მე 13 აი რას გააკეთებენ და როგორ გამოვა საპატრიარქო და როგორ სიტყვას იწვის თუნდაც დღესაც მე უფეშიო კი ბატონო ერაცვალო ჩემი თავი მე ხარს უჭერს სარწმუნოებას მორწმუნე კაცი ვარ და მორწმუნე რო ვარ და ღმერთი წავს აი იმიტომ ვიძახი ამას რომ მე ვერ მომერევა და ამას მივიყვანთ ბოლომდე ჩემ ამ ლიდერებთან ერთად ამ ქართველებთან ერთად ბევრი გვეხმაურება აღარ და ბევრი შემოგვიერთდება გილოცავთ ყოველივე გზას წინ გამარჯვებისაკენ ერთი ნაბიჯით უკან დახევარ შეიძლება დღეს თუ არა და საქართველოს დავკარგავთ რამდენიმე წელიწადში ჩვენ აქ აღარ ვიქნებით იცოდეთ ეგენი მოსულები არიან რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვიყეს საქართველოს და ქართველებს და თქვენს თუ როცა ჩვენ დავიმონებთ და ხელში ჩავივიდებთ ქართველებს მაშინ ვიტყვითო რომ ჩვენ გავიმარჯვეთ აი არის მაგათი მასონების უბედური გეგმები რომელსაც ამ გეგმებს ჩვენ ჩავშლით და ჩვენი ჩაშლით და ჩვენი გვერდზე დგომით თელ სოფლიოს გადავარჩეთ ჩვენ